იცი? კი, შენიც და აი ეს. წარმოვიდნენ ხოლმე, როგორ ვეხუტები, როგორ მეძახის მამას. აუ, თერაპიას კი არა, საერთოდ ყველაფერს გაუძლო. მე მგონია რომ შენ თერაპიის მეტი არაფერი არ დაგჭირდება საერთოდ. თუ აი ამ ცოტა დროში ესე კარგად ხარ. ანუ მართლა მოგვენებს. არ ვიცი, ნახოთ რა. ნახოთ, ჯერ ყველაფერი წინ არის რომ ვიჩვენებს. კარგი. წავედი ხოლმე. მაქსიმუმ დამჭირდეს 1-2 საათი. ხოდაიტო. როგორ არ დავიტოვე, კაცო, მიხედავ ყველაფერს. შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს. პატარა საქმე მაქვს, მაგრამ მაღაზიაში უნდა შევიდე საცობი და რო გაიღვიძებს, ვითამაშებთ და მე მაწონი უნდა ვაჭამო. კიდე გამოგიღო ბარემ და არ მინდა, წადი მიხედე შენ თავს, ჩვენ მიხედავ ჩვენ თავს. მიდი. კარგი. არა, მაგარ ვინძე ხარ მართლა. ნინ 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 ვერა ხარ შენ ხო როგორი იყო? ყველგან ნინიელანდება ჩემი ბიჭი. სათლები და სუფრა დავინახე და თქვენზე რატომ უნდა მეფიქრე? მოიცე. აბა, იდეა. როგორია, როგორ? დებილური. მელაპარაკე ხა მათ კრეატივზე. ეგონაც მე ბარში უნდა წავსულიყავ და დაგველია თქო დარჯერა. და რა ზეიმობთ? მე ვერაცმაო, შენ უთხრა. რა ხდება? კოპს. არ მინდოდა ხა ესე რომ მეთქვა, მაგრამ დღეს აი ახლა და აი აქცმაო, სულ რამდენიმე საათში კარგავ. იარ კარგავს, მთავრდებაც. მთავრდება შენი თავისუფალი და უცოლო ყოფა. მაგრა დაფრით რა. მე კიდე გული გამისკდა. კაი, მე ჯერ გულის გახეთქვები წინდა. ჯერ მოიყვანე ცოლი. შენ მაგარი გამოცდილი ხარ, ხო? გამოცდილი რო ვარ ძმაო, იმიტომ არ მომყავს სული და დავდივარ ესე. აი მე ვინ ვისეუბნება ხმა. დრო არ დამაკარგინოთ მეგობრებო. ზვიადას თავისუფლების უკანასკნელ დღეს გამომარჩოს. წინ დილზე გოგდა, თავები შემოვინახოთ. რა თქმა უნდა. გაგიმარჯოს ზვიად. მე გამიმარჯოს. რა ხდება? ეხლა გავაგებ და ნახავ. სტრიპტიზი? შეიძლება. გენაცვალეთ თქვენ ბიჭებო. არსენას იდეა იყო. ზეად ვიცოდი რომ გაგესწორდებოდა, არსენ მაგარი იყო. იმედია ბევრი ახსნა განმარტების გარეშე შემოგიშორდაცო. არა, საერთოდ არაფერი არ უკითხავს, მხოლოდ სახელი. ხოჭო.
ეს არ არის. რატო? მიგვირს არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მეგონა სილამაზეს ასეთი ძლიერი ძალა თუ ქონდა. დიდი მადლობა, მაგრამ ჩათვალე შენმა მომხიბლელობამ პრაქტიკულად აუღებელი კედელი გაანგრია. მადლობა ბატონო კონსტანტინე. უბრალოდ მე მაინც თქვენი გაფრთხილების ბრალი მგონია. აი, გააფრთხილე რამდენიც კიდე. ზოგჯერ ოჯახის წევრებსაც არ უშვებენ დაკითხვის გარეშე. ეს მათი საქმეა პრინციპში. აი, ნახეთ, სულ ცოტა დრო დაგჭირდება. ერთი ხელმოწერა არის საჭირო. ეს მაინც გადაამოწმეთ და თუ ყველაფერი წესრიგში. ძალიან მერიდება ანა რომ შეგაწუხო. არა უშავს, აი ბოლოს არის ხელმოწერა საჭირო. ნახეთ, აი ბოლო ფურცელზე. მაინც წაიკითხეთ, ხო? ანუ მეუბნები რომ არ გენდო, ხო? ბატონო კონსტანტინე, ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, ამიტომ მირჩევნია რომ გენდო. მადლობა. ამას წავიდეთ ახლა. არავითარ შემთხვევაში. გაცრავთ. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ამ ხელა საქმე აღნიშნვის გარეშე არ დავა. არ არის საჭირო ნამდვილად. ანა, ძალიან გთხოვ დღეს ტრადიციას ნუ შემაცვლელი. არც ერთი წარმატებული საქმე ამის გარეშე არ დამიწყია. ვაიმე, რა ძალიან თავხედი ვიქნები რაღაც რომ გთხოვ. ბატონო კონსტანტინე, ძალიან მეჩქარება და აუცილებლად ძალიან გთხოვ. ჩათვალე ხელშეკრულებას ვკითხულობ. ზუსტად იგივე დრო დამჭირდება. მოდი ანა. ჩვენ გაგვიყვარჩოს. თქვენ საქმეს გავუმარჯოს, ბატონო კონსტანტინე. საქმე მოიცდის. სულ ეს არის? ფაქტობრივად მე მუშაობ ბატონო კონსტანტინე, ასე რომ არა, რას გამიში მეტი ხელი. არ გაბედო და არ მომიახო. არ მინდა არაფერი? არა, ამშია. შენ ჭამე რა, ჩემ გამოარდარ ჩემში. არა, არც მე არ შეა სამსახურში ვჭამე რაღაცა. რა ხდებოდა სამსახურში? სამსახურში სამთავრობო დელეგაცია ყავდა. მართლა? არა, მართლა. უბრალოდ რაღაც ივენთი ქონდა და ცოტა ვიკეიფით რა. რა აღნიშნე? რა აღნიშნეთ და ჩვენი მეგობრის თავისუფალი ცხოვრების დასასრული. დეცა თავისუფალი ცხოვრების დასრულება, ანუ არა პატიმრებენ, მაგრამ გააჩნია ეხა საიდან შეხედავ. აი ხუმრობ, ცოლი მოყავს. კაი რა ხუმრობ, მიხარი, ანუ კარგი ხასიათი ხარ. ხო, მეც მიხარია რაღაც დაგიმავა. ეს გენა. არაფერი, რუტინა ჩვეულებრივი. ერთი კარგი რაც მოხდა, რომ შენ ამერიკა და აქ დამპატიში. ხო, დილიდან მომიდოდ ამერიკა, მაგრამ ეს მარტო ვერ გნახავდი უბრალოდ რა. ელენებს შემჭამა, რომ კეთი მომენატრაო. კაი რა საყვარელია. წავიდეთ სადმე, ჩემთან ამოიყვან. ხო, და ვნახოთ რა. მოგეშინი არაფერი შემიჩნევ. რა, უბრალოდ მესმის რო ჯერ ადრეა ერენესთვის სიახლის მიღება, ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო და ისი ამოხვდით. გაგიჟდება ისე გაუხარდება, ხვალე წამოაყვანინებს თავს. როცა გინდა, ველოდებით. ალო, ხო? კი, მე მზად ვარ, ზურა, გელოდები. ერთი წუთი, ლილუ მეგონე, ლიზი, რა ხდება? არ არის სახლში. ჩემი წიგნი გაყვა, ვურეკავ, მაგრამ გამორთული აქვს ტელეფონი. ეთყობა დაუჯდა. დილით კი ვნახე, მაგრამ დაავიწყდა რომ მოეცა. ხო, აბოლო დროს ძალიან გულმავიწყი გახდა. და თანახმად ბედნიერი და ძალიან კარგი ხასიათზე. თავიდან ვერ ხვდებოდი, მაგრამ მე რომ მომიყვა ყველა. მართლა, მოგიყვათ? ძალიან მომწონსო, ხო? მე მოწონს კი არ გიშდება. ხო, ლამაზიაო, ჭკვიანიო, მაღალი. მეც ეგრე მითხრა. აუ, ძალიან გამიხარდა თქვენც რო იცით, თორე ისე უხერხულად ვიყავი მაშინ, ტყუილის ხმა რომ მომიწია კახეთზე. ახლა ხო მეგობრისთვის მოსულა. ო, მაგრამ გავეფრთხილებინე მაინც რომ ერთად მიდიოდნენ კახეთში. ნუ ისე მაინც მოვიტყუებოდი რომ თქვენთან არ გავფანძებულიყავ. რა რომანტიულია ხო შეყვარებულთან ერთ. კარგი, წავალ მაშინ და ლილუ როცა იქნება მე მოვა. კარგი? კი. დროებით.